მოგესალმებით, მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიბრუნდებით ორეკა ჩემპიონატის რიგით მეორე შეხვედრით, რომელიც გაიმართება კომპანია გასტრონომსა და სასტუმრო რედისონს შორის. პირველი შეხვედრა მოგეხსენებათ გაიმართა იოტას და ვინდებს შორის, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ვინდება მოიგო მარჯვა 1-0. ახლა გაგაცნობთ მიმდინარე შეხვედრის შემადგენლობას, ამ დაიწყება გასტრონომი. თავი მწვრთნელი მიშოლატარია, დავით ასლანიშვილი ძირითადად შემდგენლობდა 9 ნომრით, გიორგი ამარიანი 37 ნომერი, როლანდ გილაური 27 ნომერი, გიორგი გელაშვილი 7 ნომერი, ნუგო იორდანაშვილი 6 ნომერი, გუნდის კაპიტანი და ვასო გოგოლაშვილი 1 ნომრით მეკარე. სადარგოს სკამს რაც შეეხება, გიორგი ჩაჩუა მეორე მეკარე გუნდის 15 ნომრით, ნიას ციფშიფა 3 ნომრით, გიორგი დუნდუა 4 ნომერი, გიორგი კოხოძე 8 ნომერი, ლაშა სეფიაშვილი 10 ნომრით, ლევან ჯაში 11 ნომრით, გიორგი შენგელია 17 ნომრით, ლუკა სოღოიანი 21 ნომრით და ირაკლი ეჯიბია 22 ნომრით. რაც შეეხება რედისონს, თავი მწვრთნელი ანდრია ციცკიშვილი, დიმიტრი მიქავაშენკოვი შეტევაში 9 ნომრით, ნიკოლოზ დენაძე 21 ნომერი, ვაჟა არჯევანიძე 8 ნომერი, ნიკოლოზ სილაგაძე კაპიტანი 4 ნომრით, ლაშა კახიშვილი 14 ნომრით და ნიკოლოზ მამუჩაშვილი მეკარე 1 ნომერი. სადარგოს სკამს რაც შეეხება, ოთო ცეცაძე 10 ნომერი, ნიკოლოზ მისკარიანი 7 ნომერი, გიორგი ჩაგუნავა 21 ნომერი, რატი კვიკვინია 30 ნომერი, გუგა გელაძე 59 ნომრით და გიო ქირია 3 ნომრით და ასევე სადარგო მეკარე დიდი ჩაგუნავა 12 ნომრით. ატარებს კენჭისყრის პროცესს მთავარი არბიტრი, გადაწყვეტენ გუნდები, რომელი არჩევს ბურთს და რომელი არჩევს მოედანს და დაიწყება ჩვენი შეხვედრა. ეს გუნდები ჯერ ერთმანეთს არ შეხვედრიან, ვინაიდან გასტრონომი პირველად მონაწილეობს აღნიშნული ტურნირზე, რაც შეეხება რედისონი სტაბილურად რედისონმა ითამაშა ჩატარებული 3 ტურნირი და ახლა ისინი უკვე იასპარეზებენ მეოთხე ტურნირზე, მეოთხე სეზონზე. ხო, რაც შეეხება რედისონის წარსულს, არც თუ ისე სახარბლო წარსული აქვს რედისონს, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდი არის რედისონი, ერთ-ერთი ყველაზე ტაქტიკური გუნდი შეგვიძლია ვთქვათ. მათ ძირითადად წააგეს 2 ფინალი, პირველ და მეორე სეზონზე და მესამე სეზონში მათ მოიპოვეს და ეკავეს მესამე ადგილი. ნახოთ, რას მოიფიქრებს ეს გუნდი ამ სეზონზე. გადაიღებენ ფოტოებს გუნდები და დაიწყება შეხვედრა. ტურნირის მთავარი სპონსორია კიდევ ერთხელ სნეიკი, რომელიც აწარმოებს ჯანსაღ პროდუქციას მიწისძვრის კარაქის სახით. ამიტომ თუ ინეს კიდევ საუკეთესო ხარისხის მიწისძვრის კარაქი ოჯახში, მეგობრებისთვის, ბავშვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სნეიკს. ტურნირს მასპინძლობს ბაქსუდის სკოლა, სადაც ახლა ვიმყოფებით. სწორედ ბაქსუდის სკოლის მოედანზე იმართება შეხვედრა. მაშასე დაიწყო რედისონმა თამაში, დაიწყო დემე მიქავა და გადაუგდო ფერპლეის პრინციპის მიხედვით 20-მდე გუნდს. გრძელი გადაცემა გასტრონომის მხრიდან, კარგი არის კარში ნიკოლოზ მამუჩაშვილი, ნიკა სილაგაძეს გადაცემა. ისე ნიკოლოზ მამუჩაშვილი ძალიან უხერხული მოგერიება, სადაც ბურთით არის ბურთით იყო გასტრონომის 6 ნომერი, თუმცა ძალიან არაზუსტად დაარტყა კარის მიმართულებით. ეს გახლავთ ნიგო იორდანაშვილი და გუნდის კაპიტანი. დატოვა რონის პარგლე ბურთმა. კარგად დაიწყებს თამაშს სასტუმრო რედისონი. კარგად სამონიკასაგაზის მხრიდან 14 ნომერზე ვერ გაიყო სიტუაციაში აქ სპასკელი მოთამაშე აქ საბოლოოდ დაიკარგა ბურთი, მაგრამ მაინც ჩაიჭრა სწრაფ კონტროლზე წამოვიდა რედისონი, მაგრამ ვერ შეემაგრა ბურთი რედისონის 8 ნომერმა. მაგრამ ბურთით მაინც დარჩა საბოლოოდ სასტუმრო რედისონი. გაათამაშეს საჯარიმოში ბურთი, მაგრამ არაზუსტი გადაცემა და საბოლოოდ აუტს მოაწვის გასტრონომი. ახოთ როგორი დებიუტი ექნება გასტრონომის, ვინაიდან როგორც უკვე აღმოჩნდა, ეს არის მათი პირველი ტურნირი ამ ტურნირზე. მეოთხე სეზონიდან შეუერთდნენ ისინი სხვა გუნდებს ამას პარიზში. მოაწოდა აუტი გასტრონომმა, გასტრონომში ნომერი ბურთით, კარგი არის პრესინგზე რედისონი
საბოლოოდ ის ფიქრობენ რომ მათ დარჩათ მათი ბურთი ნახევარშემეტყველება აუტიდან ბურთი მაგრამ წვრთნელმა მათ უთხრა ამაზე უარი შესაბამისად გასტრონომი შემოიტანს ბურთს თამაში შემოიტანეს კიდევ ერთ პლატოა მოდის ფარგლებით ისევ გასტრონომი შემოწავიდან ბურთი კარგი არის დაცვაში ნიკა სილაგაძე მაგრამ აი მეორე მომენტში ცოტა ფარყავი თამაში საბოლოოდ მაინც ის არის ბურთი გადაცემა მიხავაზე და ეს თამაშის დარღვევა არის რა თქმა უნდა ისევ ნიკა სილაგაძე არის ამ მომენტშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი თუმცა უარყოფით კონტექსტში მენდან მან დაარღვა თამაშის წესები და ჯარიმა გაათამაშეს გასტრონომის მოთამაშეებმა 27 როლანდ გილაური იყო ბურთით 7 ნომერი დათმა კაშმართლებით და პირველი სეივი და პირველი კარში დათმა კარგი იყო ნიკოლოზ მამუჩაშვილი აქ გადაცემა უკან მოუწია დახევა გასტრონომს მეკარე უხერხულად იგერებს ბურთს აქ რედსონი დარჩება ბურთით ტექნიკურად ცდილობდა რედსონის 14 ნომერი თამაშს კერძო თვალშა კახიშვილი მაგრამ დატოვა მონის ფარგლები ბურთმა საბოლოოდ აუცმოაწვის ისევ გასტრონომი მეშვიდე წუთი მიმდინარეობს შეხვედრის ანგარიშ ჯერჯერობით 0-0-ია გასტრონომის ცენტრში აქ კარგი იყო პრესინგზე რედსონი მაგრამ საბოლოოდ ბურთი მაინც დარჩა გასტრონომს გადაცემა შემდეგ ძელი მაგრამ მინი მოედანზე ძელი გადაცემი არც ისე ეფექტური არ შევანი მაგრამ რატომაც ეს ტაქტიკა აქვს გასტრონომს რომ ძელ გადაცემის თამაშობს გუნდი აქ ცუდ გაითამაშეს ბურთი რედსონის მოთამაშეებმა და საბოლოოდ ისევ აუტ და ისევ გასტრონომის 27 ნომერი როლანდ გილაური ისევ გზელი გადაცემა აქ სახიფათო იყო ეს მომენტი საბოლოოდ კუთხური გამოიმუშავა პირველი კუთხური თუ არ ვწდები შემორბენზე კარგი იყო ჩანაფიქრი მაგრამ საბოლოოდ დაიკარგა ბურთი რედსონის ფინალს 3-2-ზე მოდის შეტევა კარგი გათამაშება დარტყმა კარის მიმართულებით და ახლა უკვე მეკარე გასტრონომის მეკარე ჩაერთო საქმეში საბოლოოდ პრესინგზე დაარღვია თამაშის წესები გასტრონომის თამაშმა საბოლოოდ ბურთი აქვს რედისონს დემე მიქავა საკმაოდ გამოცდილი კარგი ფორვარდი ვერ შემაგრა ბურთი დაიკარგა საბოლოოდ რედისონს 25 ნომერს მივიდა ბურთი რომელსაც ასევე ვერ შემაგრა ბურთი და საბოლოოდ აუტს მოაწვის გასტრონომი მოაწვის აუტი გასტრონომის მოთამაშეება საბოლოოდ ბურთი მიდის მეკარემდე გასტრონომის კაპიტანი წამოიწყებს ახალ პოზიციურ შეტევას კარგად მაშინ მოდის ცენტრში მაგრამ რაგორი ტექნიკური იყო აქ რედსონის 14 ნომერი საბოლოოდ დემე მიქავა ვერ გაერკვა სიტუაციაში და დაიკარგა ბურთი ისევ გასტრონომი საპასუხო შეტევით მაგრამ ძალიან არაჟი გადაცემა ძალიან ძალისმიერი გამოვიდა ეს გადაცემა და რა თქმა უნდა არ მივიდა ადრესატამდე აუტიდან შემოიტანს ბურთს სასტუმრო რედისონი და კერძოდ ამას გააკეთებს რედისონის 14 ნომერი ლაშა კახიშვილი ჩაირვინა იქ ნიკა სილაგაძემ კარგი ჩანაფიქრი მაგრამ ცოტა არაზუსტი იყო ეს გადაცემა საბოლოოდ აუტი ისევ გასტრონომის ხო ხშირად გვიწევს იმის ხსენება რომ ბურთი გადასაუძე ვინაიდან ეს არის მინიფეხ ბურთი და მით უმეტეს გრძელი გადაცემებიდანაც ძალიან ხშირად გადადის კიდევ ერთი აუტი ახლა უკვე რედისონი ფლობს პოზიციას და ნახოთ რას მოიფიქრებს სასტუმრო რედისონი გადაცემა 21 ნომერზე ნიკოლოზ დონაძე იყო ბურთით საბოლოოდ დაიკარგა ბურთი და რა კარგია განწილულად თამაშობს აქ ამ მომენტში ნიკა სილაგაძე ნუ ანუ ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი არის ნიკა სილაგაძე და ამავდროულად გუნდის კაპიტანი აღნიშნულ ტურნირზე და ეს თამაშის წესების დარღვევა უნდა იყოს წესით აუტიდან საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება რომ აუტი დაენიშნა თავარ არბიტრს თუმცა ფეხით პასის შემდეგ ხელი თამაში რა თქმა უნდა არ შეიძლება აქ შეცდა სამწუხაროდ არბიტრი უნდა ყოფილიყო თავისუფალი დარტყმა გასტრონომისთვის აქ დემე მიქავა ძალიან კარგად დაარტყა თავისი მარცხენა ფეხით მაგრამ არაზუსტი არის ეს დარტყმა ხო ესეთი შეცდომა არ უნდა დაუშვას შეხვედრის მთავარმა არბიტრმა იმედია აღარ გამეორდება აქ ჩაიჭრა ბურთი დემე მიქავას მხრიდან წავიდა კარისკენ მაგრამ ძალიან საიმედოდ თამაშობს შვიდად გასტრონომის მეკარე კარგი გათამაშება თუ მიასწრებს ბურთს გასტრონომის მოთამაშე საბოლოოდ ბურთი რჩება ვის დარტყმა კარიდან აპროტესტებს აქ გასტრონომის 7 ნომერი ამ გადაწყვეტილებას კერძოდ გიორგი გელაშვილი მაგრამ რა თქმა უნდა არბიტრის გადაწყვეტილება არის შეუვალი დემე მიქავა ისევ ბურთით მოტრიალდა ორი მოთამაშის გარემოცვაში აღმოსა დემე მიქავა მაგრამ რაღაცნაირად მაინც შეიმაგრა ბურთი საბოლოოდ დააბიჯა ბურთს ფლოპტეგი ბურთს საბოლოოდ გასტრონომი წამოვიდა შეტევაში 3-1 არიან ისინი სამაჩვენო ნომერი კარგი თამაშება
დაკმადა გასნა აგარიში დღე შეხვედრაში გასტრონომმა ესეც მათი პირველი გოლი ესეც მათი საკონტრო გოლი არში ტურნირზე ყველაფერი გამოვიდა იდეალურად ყველაფერი იყო იდეალური ბრავო ესე თავდაჯერებული გამოსვლის მინდა ეს არის მათი პირველი თამაში ამ ტურნირზე როგორც უკვე ახსენე და ესე თავად ითამაშო ესეთი გუნდის წინააღმდეგ რომელიც უკვე ზედიზედ მეოთხე ტურნირს ატარებს ამ ჩემპიონატში არ ვიცი შეკების ღირსი არის ეს გუნდი რაღაც თქმა უნდა ნახოთ როგორ წარმართება ახლა სიტუაცია რედისონი ბურთით კერძო ნიკა სილაგაძე ფერმი უსწრებულზე საბოლოოდ აუტი წელი გადაცემა გასრომის ყველა კარგად ჩამოიღო ბურთი მაგრამ კარგი არის დაცვაში დაზღვაზე იკადონაძე ბურთით გაექცა ბურთი ნიკოლოზ დონაძეს და საბოლოოდ როგორც ესე ბურთი მაინც რედისონი რჩება შეეხო გასრომის ერთ მოთამაშე ძალიან ცუდი გადაცემა 14 ნომრისგან გარტყმა და ძალიან რთული ბურთი მოიგერია ეხა ნიკოლოზ მამუჩაშვილმა ხო ცოტა დაბნეული არის რედისონი არა თქოს არ უნდა იყოს დაბნეული ამ მომენტში ამ შეხვედრაში რედისონი კიდევ ერთი რიკოშეტი და საბოლოოდ ისე კუთხური კიდევ ერთ კუთხურს მოაწვის გასტრონომი კარგი იყო აქ ნიკოლოზ დონაძე ჩაჭრაზე 12 ბურთი აუცილებლად მივიდოდა ადრესატამდე გასტრომის კაპიტანი შეძლება შემდეგ გარტყმას ოსი შეტევაზე არის ახლა გასტრონომი აკადემიკალის ცენტრში ჩაჭრა ნეკარის გადაცემა რომელიც გაკეთა გასტრონომის ფრენა მაგრამ საბოლოოდ აუძე გადადის ბურთი და აუცილებლად ისე გასტრონომი მათი 7 ნომერი სწორედ ახლა ბურთით მოიგერია უბრალოდ უმისამართოდ ნიკა სილაგაძე ჩაუსაბდა ბურთს ერთი ცრუ მოძრაობა გაექცა ერთ დევარს საბოლოოდ მაინც მან დაკარგა ბურთი და ნიკოლოზ სილაგაძე დაარღვია თამაშის წესები და პოზიციებზე ნახოთ შეუტევს პოზიციურად მის გათამაშების შემდეგ აქ უწყნარ სიტუაციაში ძალიან სწორად ითამაშა გასტრომის ერთ თამაშა დემიკალა ბურთით მარტო არის სიგნალის ცენტრში გადაცემა ჟაზარკაშვილზე დარტყმა და ფეხებში გაუძრა ბურთი მეკარეს ერთ-ერთი მალე აღადგინა წონასწორობა რედისონმა კაცრავად გატანი გოლის ავტორი არის ვაჟა არჯევანიძე რედისონის ნომერი კარგი არის უკვე ამ შემთხვევაში დაცვაში რედისონის 14 ნომერი უკვე გასტრომის გამოსშეტევა ეს დაგვა იყო რა თქმა უნდა ხელით ითამაშა მიაწვა თავძოლაში და მიქავა მეტოგეს ბურთი მოძრაობდა როგორც ჩანს გათამაშების დროს და ახლა უნდა გააკეთონ ახლა უნდა გაათამაშონ ეს ჯარიმა გასტრომის მოთამაშეობა ძალიან სწრაფად აღადგინა წონასწორობა რედისონმა ალბათ ეს უფრო მათ მოუტანს ფსიქოლოგიურ უპირატესობას დარტყმა კარის მმართველობის პირდაპირ ჯარიმი და ძალიან რაზვის და საბოლოოდ ბურთით ნიკოლოზ მამუჩაშვილი ნიკოლოზ დონაძე ნიკა სილაგაძეზე გადაცემა კარგად შეემაგრა ბურთი ნიკოლოზ სილაგაძემ საბოლოოდ გადაცემა რომელიც ჩაიჭრა და ვაჟა არჯევანიძე მოაწვის ავდიდან ბურთს აქვს მას რამდენი ვარიანტი თუმცა გზელ გადაცემას გაკეთებს სწორად ძალიან ბევრს ფიქრობს ვაჟა არჯევანიძე ამ მომენტში თუმცა საბოლოოდ ნიკოლოზ სილაგაძეზე გადაცემა ნიკოლოზ სილაგაძეს გადაცემას აკეთებდა თუმცა ჩაიჭრა ეს პასი და ისე ვაჟა არჯევანიძე ცოტა დააგვიანა გადაცემის გაკეთება იქ ეხსნებოდა 14 ნომერი კერძოდ ლაშა კახიშვილი მაგრამ ეს მომენტი უკვე წარსულს ეკუთვნის ნახოთ ისე ვაჟა არჯევანიძე ბურთი დარტყმა სწორედ ეს მოთამაშე უტყავდა არის მიმართულებით რომ ის მიმართულებითაც დააგვიანა ვაჟა არჯევანიძემ გადაცემის გაკეთება ლაშა კახიშვილი გახლავთ ეს მოთამაშე საბოლოოდ ისე ის თამაშობს ამ მომენტში ძალიან ტექნიკურად ჩამოიღო ბურთი თუ შემაგრებს ბურთს არა გაექცა ბურთი მოედის პარკლებს გარეთ და აუტს მოაწვდის აუდიან მოაწვდის ბურთს გასტრონომი ისე უჭიროთ თამაშობს რედისონი პრესინგზე ძალიან კარგად გამოითავისუფლა გასტრონომის კაპიტანი ბურთი დარტყმა და რა კარგი არის ნიკოლოზ მამუჩაშვილი ახლა კარში თქოს ვერც ხედავდა იგი ბურთის ტრაექტორიაში და ძალიან ბევრი მცველი გასტრონომის თავდასხმელი რამდენიმე ედგა წინ მაგრამ ძალიან კარგად გაერკვა ამ სიტუაციაში და მიქავაზე შემდეგ თამაშის წესები დაირღვა და
ჯარიმას გაათამაშებს სწორედ ისევ რედისონის 8 ნომერი ვაჟა არჯევანიძე საბოლოოდ ბურთი რჩებავის ოთაბძოლაში დატოვა მოენის ფარგლები ბურთმა და საბოლოოდ ისევ რედისონი ბურთი. ხო, რედისონი ახლა უკვე ფლობს ბურთის ფლობის ხელ უპირატესობას რედისონის 9 ნომერი თუ მოტრიალდება ვერ მოტრიალდა ამ მომენტში ორი მცველი ედგა მასზე, თუმცა აუტი მაინც გამომუშავა ამ მომენტიდან. რედისონმა დემემიკავა დარტყმა და ისევ არაზუსტად როგორც წინა შემთხვევაში ეხლაც იმ ტრაექტორით გაუშვა ბურთი და ალბათ შეიძლება ისევ იგივე მანძილით ააცია, კარგი გადაცემა იყო აქ, თუმცა ბურთის ტრაექტორიაში ვერ გაეკვნა, საით მიდიოდა ბურთი. ბოლოს დონაძე და გასტრონომის 37 ნომერი გიორგი ამარიანი აქ ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა დემემიკავას, მაგრამ ისევ გააცუდა ეს მომენტი. დაახლოებით 4 წუთი რჩება პირველ ტაიმის დასრულამდე და ძალიან კარგ შეტევაში მოდის 3-2-ზე არიან. იყვნენ შეტევაში გასტრომის მოთამაშეები, თუმცა ვაჟა არჯევანიძე შეიმაგრა ბურთი მოენის ცენტრში, დაიკარგა მალევე რედისონის მხრიდან ორთაბძოლაში დაეცა ორივე გუნდის მოთამაშე საბოლოოდ აუტზე გადადის ბურთი და ისევ რედისონი მოდის აუტს, არ აცდიან აუტის მოწოდებას, ნიკოლას აუტის მოწოდებას. და ბურთი ისევ მაინც რედისონია, აქ ჩაიჭრა კიდევ ერთი გადაცემა და ისევ რედისონი მოაწდეს აუტს. დემემიკავა ბურთით. შეკახიშვილი ნიკა შილაგაძეზე გადაცემა. ძველი გადაცემა დემემიკავაზე, დემე მიიღებს ამ ბურთს, ვერ იმოყვა საბოლოოდ ასთან კარგად ამოაქვს ბურთი. გასტრომის მოთამაშეებს და საბოლოოდ ისინი არიან ბურთით, ჩაგდება საჯარიმოში და ნიკოლოზ მამუჩაშვილი ბურთი, მაგრამ ვერ გაეყვა ამ სიტუაციაში გასტრონომი. ხელი თამაშს აპელირებდა აქ ვაჟა არჯევანიძე, მაგრამ საბოლოოდ ბურთით მაინც რედისონი ნიკოლოზ დონაძე გადაცემა ძალიან არაზუსტი, ძალიან ცუდი გათამაშება. და საბოლოოდ ბურთი რჩება გასტრონომს. 3 წუთი რჩება დაახლოებით. შეხვედრის პირველ ტაიმის დასრულებამდე გასტრომის 37 ნომერი შეეძლო აქედან დარტყმა. გიორგი ამარიანს გადაწყვეტა პასი გაკეთა, მაგრამ გადაცემა იყვარეს საბოლოოდ დარტყმა კარიდან შემოიტანა ნიკოლოზ შილაგაძემ ბურთი თამაში. დემემიკავა გრძელი გადაცემა არ მუშაობს დემემიკავას, დარტყმა კარის პორტალ ნიკა შილაგაძე დაუდგა ამ დარტყმას, გადაიღობა საბოლოოდ ბურთით რჩება ვინ? რედისონი ოიგერიეს ბურთი, მაგრამ როგორც ჩანს ნიკოლოზ დონაძეზე დაარღვევეს თამაშის წესები. კერძოდ ეს იყო გასტრონომის 9 ნომერი დავით ასლანიშვილი. და ისე ნიკოლოზ დონაძე ბურთთან დაზარალებული წინა მომენტში გაითამაშა ბურთი, გრძელი გადაცემა დემემიკავაზე. ხო, დემემიკავაც ვერ არის ეს ფორმაში როგორც ის წინა ტურნირებზე, ყოველ შემთხვევაში პირველ შეხვედრაში ამ ტურნირის საფეხბურთო სტაბილურობას სწავლობს ეს მოთამაშე, საბოლოოდ მოგერიება რედისონის მხრიდან და ბარზე აპელირებს გასტრომის 7 ნომერი გიორგი გელაშვილი. სიტყვერი დაპირისპირება იყო გუნდებს შორის, დააწყობს ახალ სიტუაციას. შეხვედრის მთავარი არბიტრი რედისონის რიგებში ცვლილება 14 ნომერი გამოდის მოედნიდან და თამაში 30 ნომერი კარგად ჩაერთო იგი თამაში. გადაცემას კონდა ჩაფიქრებოდა მიხავს, მაგრამ ჩაჭეს გადაცემა საბოლოოდ აუტით ისევ რედისონის მოთამაშეები შემოიყვანენ ბურთის თამაში. ნიკა შილაგაძე მარცხნივ ფლანგიდან გაითამაშა ვაჟა არჯევანიძესთან ბურთი, კარგად მოტრიალდა ვაჟა არჯევანიძე მოდის ცენტრში, გადაცემა ნიკოლოზ დონაძეზე დარტყმა და 2-1 ხდება ანგარიში. ძალიან კარგად გაითამაშა ეს ბურთი ამ მომენტში რედისონის მოთამაშეებმა და ნიკოლოზ დონაძე რედისონის 21 ნომერი არის გატანილი გოლის ავტორი. ანუ თავარ შემოქმედა მომენტში ალბათ მაინც იყო ვაჟა არჯევანიძე. სწორედ ის მოტრიალდა კარგად ცენტრში, ამოიტანა ბურთი, გაერკვა სიტუაციაში, გააკეთა გამოზრომილი ძალიან კარგი გადაცემა და საბოლოოდ ნიკოლოზ დონაძემაც დაუფასა ეს გარჯა და აქცია ეს მომენტი გოლად. 2-1. თამაშის პირველ ტაიმის მიწურულს წინ გადის რედისონი, თუმცა ჩელენჯი მოითხოვეს გასტრონომის მოთამაშეებმა. ახდებოდა იმ მომენტამდე საინტერესოა. ამოწმებს ალბათ გოლის მომენტს ავარი არბიტრი. გაეწელება ეს მომენტი, ალბათ დაამატებს 1-2 წუთს.
Arbitri ამ მომენტს განიხილავენ ამ მომენტს ერთმანეთში. როგორც ერთი შემე როგორც მოთამაშეები და ნახოთ რა მოხდა ამ მომენტში. მარფრი საერთო არ ჩანს. და დიდი ალბათობით იგი აწყობებას არ შეცვლის. არაფერი. გოლი რჩება გოლად. ნიკოლას დონაძე ესე ბატონი გოლის ავტორი 2-1 ანგარიში და პირველ ტაიმის დასრულამდე დაახლოებით ალბათ 1 წუთი დარჩა. თავი დრო უკვე ამოწურულია ზირთადად რომ ხო დაამატებს თუ არა მთავარი არბიტრი. რაიმეს ვაჟა არჯევანიძე ბურთით იცის მერვე ნომერი შეიმაგრა ბურთი მოდის ცენტრში გადაცემა დემიკავაზე ჩაიჭრა. ასტრონომი რას მოიფიქრებს ნახოთ კარგი არის ცენზო ზად ნომერი დემიკავამდე მიცაბულოთ ბურთი დაკარგა ვაჟა არჯევანიძემ ბურთი ასტრონომის ხა ნომერი კარგად გაითამაშა იქ კედის გათამაშება სურა თუმცა ჩაიჭრა ნიკოლას ლაგაძის მხრიდან საბოლოოდ ვერ შემაგრა ბურთი ასტრონომის 9 ნომერმა და ეს იყო დავით ასლანიშვილი საბოლოოდ აუტი ნიკოლას ლაგაძე შემოიტანა თამაში გადაცემა რატი პიკუნიაზე რომელიც 30 ნომერს ასპარეზობდა დემიკავა ერთ-ერთი იყო მეკარესთან თუმცა ვერ მოესწრო ბურთს მეკარე ყოჩა მომენტში დაასწრო ბურთზე საბოლოოდ ასტრონომი ბურთით კაპიტანი ძალიან სულ გადაცემა ვაჟა არჯევანიძე ჩაჭრა ეს გადაცემა გაუგებარი თამაში მოდის ცენტრში დაიკარგა ბურთი ასტრონომი შეტევაშია კარგი ერთაცვაში 30 ნომერი საბოლოოდ ვარდნაში ნიკოლას დონაძე თამაშობს ძალიან კარგად საბოლოოდ ბურთით არის ისევ ასტრონომი შემოგდება აუტიდან და საკუთარ ნახევარს გადააქვს ახლა გადააქვს ბურთი ასტრონომს მეკარებით 4 ნომერზე გადაცემა გიორგი დუნდუა იყო ბურთით პოზიტიურ შეტევაში არის ახლა ასტრონომი მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა თამაში ნახოთ რას მოიფიქრებს დუნდუა ბურთით გადაცემა გაძრო მოიცენში მაგრამ დემიკავა ძალიან კარგი არის დასწევაზე კარგად თამაშობს დაცვაში შეიმაგრა ბურთი მარცხენა ფლანგზე ვაჟაზე გადაცემა თუმცა არ მოვიდა ვაჟა არჯევანიძემდე ბურთი და საბოლოოდ მაინც რედსონი არის ბურთი ნიკოლას შილაგაძე გრძელი გადაცემა აქ სასაფრებლო უნდა იყოს დემიკავა ხელი მიარტყა როგორც ჩანს დემიკავას დამცველმა და სადავო ეპიზოდი არის მე საკუთარ ამასაც გადაამოწმოს თუ არა არა ჩაიარა ამ ეპიზოდმა წესების დარღვევა თქოს იყო აქ საპასუხო შეტევა მიიღო რედსონმა მაგრამ ვერ გაარტყა კარგად ასტრონომის 9 ნომერი 2 წუთი დაემატა პირველ ტაიმს 30 ნომერი კარგი არის კარგად წამოიღო ბურთი მარცხენა ფლანგიდან არა მეორე მეტოქეს უკვე აღარ გაექცა 30 ნომერი რატი კვიკნია და საბოლოოდ ბურთით ასტრონომი ძალიან ცუდი ამოტანა საჯარიმოდან დემიკავა ბურთით კარგად ავიდნენ მასე სველები საბოლოოდ დაკარგინეს ბურთი ისევ ასტრონომის მეკარე მოგერიება აქ უნდა ითამაშოს ამ მომენტში ასტრონომის 9 ნომერმა საკმაოდ კარგად შეწოხა მან ნიკოლას შილაგაძე მოიპოვა აუტი და ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო ეხლა ასტრონომის ხრიდან 6 ნომერზე ეტებოდა გადაცემა კერძოდ ნუგო იორდანაშვილზე თუმცა ვერ მიუსწრო მან ბურთს საბოლოოდ რედსონი პოზიციაში კარგად დააბრუნდა ნიკოლას დონაძეზე ბურთი დემიკავამ საფათო მაგრამ კარგად ითამაშა საბოლოო ჯამში ასტრონომის ერთ-ერთ მომცველმა რედსონი ბურთით დაასრულა მთავარმა არბიტრმა შეხვედრის პირველი ტაიმი შეისვენებენ ბიჭები რამდენიმე წუთი და განახლება თამაში მაშასე მეგობრებო იბრუნდებით კлау გასტრონოს რედსონ შეხვედრიდან დაიწყო შეხვედრის მეორე ტაიმი ანგარიში არის 2-1 მოგეხსენებათ რედსონი არის ჯერჯერობით წინ ნახოთ რა შეცვლიან გუნდები მეორე ტაიმში საკმაოდ აქტიურად დაიწყო შეხვედრა დემიკავა 3 ცველის გარემოცვაში ნიკოლას ბურთით დარტყმა და ძელმა იხსნა ეხა გასტრონომის კარი
ძალიან უწყლიან სიტუაციაში დაარტყა ეხლა ამ მომენტში ნიკოლოს დონდუან და შეეძლო მას დუბლის გაფორმება. შეხვდეს მეორე ტაიმის საწყის წამებზე, მაგრამ არ გამომართლა მომენტში მას. თუმცა კიდევ ექნება დარწმუნებული ვარ მას შანსები. გასწრავლენ ბურთით საკუთარ ნახევრიდან გზელი გადაცემა ნიკოლოს მამუჩაშვილის რედისონის მეკარის მიზნის პირდაპირ ბურთი ხელებში ნიკოლოს სილაგაძეს გადაცემა შეცვალა ეტევის ფლანგი გზელი გადაცემა ვაჟა არჯოვანიძის მაგრამ არაზუსტი არის ეს გადაცემა საბოლოოდ გასტრონომი ბურთით ისევ აუტა შემოტანეს ბურთი კარგად გაითამაშა საკუთარ ნახევარზე მაგრამ ძალიან ცუდი გადაცემა მათი მხრიდან საბოლოოდ ბურთით რჩება რედისონი გზელი გადაცემის როდესაც მხრიდან ვაჟა ჯოვანიძე იბრძოდა ბურთისთვის საბოლოოდ აუტი მოპოვა რედისონმა სწორედ იგი არის ისევ ბურთით ნახოთ რას მოვიფიქრებს ვერ გაერყავს უმრავლეს გადაცემა საბოლოოდ გაკეთა ნიკოლოს სილაგაძეს გადაცემა რომელიც ჩაიჭრა გასტრომის 6 ნომერის მხრიდან ნუგო იორდანაშვილი თამაშობდა ამ ეპიზოდში ნიკა სილაგაძე ბურთით დემიკაოს გადაცემა კედელის გათამაშება ის გათამაშება უნდათ მათ საბოლოოდ გასტრონომი დაიკარგა ბურთს საკუთარ ნახევარზე დემიკავა ბურთით დაუტოვა ჟარჯოვანიძე საბოლოოდ ვაჟამას დაკარგა ბურთი და ნახოთ შეტევა თუ გამოვა მაგრამ კარგი არის დაცვაში რედისონის 30 ნომერი რატი უყინია ისევ გასტრონომი შეტევაში და კარგი არის დაცვაში ნიკოლოს სილაგაძე საბოლოოდ გადაცემის ფარგლებს გარეთ ბურთი აუტიდან შემოიტანეს ბურთი გასტრონომის მოთამაშეებმა მათი 9 ნომერი არის ბურთით. გორგი გუნდუა. კასილაგაძე დაცვაში არის ეს კონტროლი მეგარე ბურთი, მაგრამ კარგი არის. ამ მომენტში ემემიკავა რომელმაც შეიმაგრა ბურთი საბოლოოდ ჯარიმა. ხელზე მოხდა როგორც ჩანს გასრომის ერთ-ერთ მოთამაშეს. აითამაშეს ბურთი ნიკოლოს სილაგაძემ და ემემიკავა და რა კარგი იყო ამ მომენტში ვაჟა არჯოვანიძე ძალიან ტექნიკური თამაში ამაში საბოლოოდ დაიკარგა ბურთი. გასტრონომი მოდიოდა ეს შეტევაში, მაგრამ არასდროს გააცემა და აუტი კვლავ მოწვის. სასტუმრო რედისონი ნიკოლოს სილაგაძე ხშირად გვიწევს სამსახელზე არის გამეორება, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის რედისონის გუნდში. ცუდი გადაცემა ეხა. სწორედ მისი მხრიდან აწყინა შეკებამ ნიკოლოს სილაგაძეს. საბოლოოდ აუტი. საკმაოდ ჭიროდ არიან ასული პრესინგზე, რითაც მოთამაშეები გამოიღო შედეგია ამ პრესინგმა დემიკავა უტყავდა, მაგრამ არასდროს ხო დემიკავა ვერ გაისწორა ჯერჯერობით მიზანი. მეოთხედ დაარტყა თვალს დემიკავის მმართველები და 4 იყო არაზუსტი. გრძელი გადაცემა კასრომის მხრიდან ისევ არაზუსტი არის ეს რა თქმა უნდა. ნიაიდან დატოვა ონის ფარგლები ბურთმა აუტი. რატი კუკვინია ბურთით. ფიქრობს ის გადაცემა დემიკავა გაიხსნა საკმაოდ კარგად შეიმაგრა. ბურთი ძალიან კარგი გათამაშება ვაჟა არჯევანიძეზე, შემდეგ ნიკოლოს დონაძეზე გაკეთა გადაცემა. დარტყმა უნდათ საბოლოოდ, მაგრამ ჩელენჯი მოითხოვა რედისონმა ხელზე აპელირებენ საჯარიმოში. თქოს დარტყმის შემდეგ მოხდა ხელზე ბურთი გასტრომის ერთ-ერთ მოთამაშეს გადაამჭრა მომენტს. ავრი არბიტრი, ნახოთ რა ვერდიქტს მიიღებს ამ მომენტში. ამოწმებს მომენტს. ავრი არბიტრი და ხოთრა გადაწყვეტილებას მიიღებს და აფიქსებს თუ არა იგი ხელზე თამაშს, თუ და აფიქსებს ხელზე თამაშს. მოგახსენებთ ეს იქნება პენალტი. ვინაიდან საჯარიმოში ხელ თამაში იშება 10 მეტრიანი შტომის ფეხბურთში, მაგრამ ამ მოედანზე ახლობით 6 მეტრიდან 7 მეტრიდან სრულდება. პენალტი აქ კუთხური არის საბოლოოდ როგორც ჩანს არ მიიღო და არ დააკმაყოფილა ეს ჩელენჯი რედისონის მხრიდან მთავარმა არბიტრმა მეორე კუთხური მოწოდა დემიკავა ბურთით და კიდევ ვერ მოახვედრა არის ჩარჩოში მან ბურთი
სხვა დაახლოებით მეხუთე მეექვსე მცდელობა ამის მხრიდან. არ უმართლებს თქო შეხვედრაში. რედისონის შეგვიძლია ვთქვათ თავარ გოლიადორს. წინა სეზონებიდან გამომდინარე თამაში შეგვიძლია შევამყოთ ამზეთ სათავის სახელით დემე მიქავა. სრულება ასტრონომის შემოდგენობაში ჩვენი ნომერი კალისმონა შემოდის 7 ნომერი გიორგი გელაშვილი. ნახოთ რა შეცვლის იგი თამაშის მიმდინარეობაში. ნიკოლოზ მამუჩაშვილი ბურთი დემე მიქავაზე გაითამაშა. ბურთი ნიკოლოზ დონაძე გადაცემა არაზუსტი არის. ვაჟა არჯევანიძეზე თამაშის წესების დარღვევაც არის. ეს იმას ნიშნავს, რომ გასტრონომი შეიყვანს ბურთს თამაში აუტიდან. სწორედ ახლა შემოსული თამაში არის გასტრონომის მხრიდან ბურთი, მაგრამ ძალიან არაზუსტი გადაცემა და საბოლოოდ დარტყმა კარიდან შეასრულებს ნიკოლოზ მამუჩაშვილი სტანდარტს. ოსილაგაზე გადაცემა ნიკოლოზ დონაძეზე. ნიკოლოზ დონაძემ საბა გააკეთა ძალიან არაზუსტი გადაცემა. ძალიან არაზუსტი არა, მაგრამ რატი კუკუნიაზე არ გავიდა ეს გადაცემა. საბოლოოდ რაც მოუწია ჰაერიდან თამაში და საბოლოოდ დაიკარგა ბურთი. შემოიტანა აუდან ბურთი თამაში გასტრონომმა, ჩაიჭრა დემე მიქავას მიერ. ისევ დატოვა ბურთი. ბურთმამოდის ფარგლები ისევ აუდან შემოიტანეს ბურთი გასტრონომის მოთამაშეებმა. საბოლოოდ სიტუაციაში ვერ გაიყო როგორც ერთ ისე მეორე ბურთის მოთამაშეები. გარდამავალი მფლობელობი წარიმართა ეს მომენტში. ეს მომენტი საბოლოოდ აუტი მოაწვის მოწოდა გასტრონომმა ჩაწოდება საჯარიმოში და ერთხმა თავისუფლობდა ბურთის გადაგზავნას კარში გასტრონომის 7 ნომერი. თუმცა ვერ დაარტყა კარგად მან და ძალიან დიდი ტექნიკური წუნი რატი კუკუნიაურა შემაგრა ბურთი ამ მომენტში არაცლის აუტის მოწოდებას უნდა დაიწყოს დისტანციაზე სწორედ მან, მაგრამ ვერ გაითამაშეს მაინც გასტრონომის მოთამაშეებმა. ბურთი საბოლოოდ დარტყმა კარიდან. ნიკოლოზ მამუჩაშვილი ბურთი ნიკოლოზ სილაგაძეზე გადაცემა. რატი კუკუნია მარჯვენა ფლანგიდან გრძელი გადაცემა დემე მიქავა უნდა იდგას. კარგად მოიგერია გასტრონომის 4 ნომერმა, მაგრამ ბურთი მივიდა ნიკოლოზ დონაძეს დარტყმა და საკმაოდ სახიფათო იყო დარტყმა, მაგრამ ვერ მოახერხა ამ მომენტში გოლის გატანა. კიდევ ერთხელ შეეძლო დუბლის გაფორმება ნიკოლოზ დონაძეს, მაგრამ ამ მომენტშიც უმთხუნა ფორტუნამ. რატი კუკუნია დატოვა მოედანი და ჩაანაცვლა იგი რედისონის 14 ნომერმა ლაშა კახიშვილმა. მოიგერეს ბურთი. ჭიდრო პრესინგის შემდეგ გასტრონომის მოთამაშეა საბოლოოდ ნიკოლოზ მამუჩაშვილი მიიღო ბურთი, კარგად გაითამაშეს. მომენტში დემე მიქავა ბურთით მარცხენა ფლანგიდან დარტყმა და იგერიებს ამ დარტყმულს გასტრონომის მეკარე. ერთოდ გიორგი ჩაჩუა, რომელიც შეცვლაზე არის შემოსული. დემე მიქავა ისევ ბურთით მარცხენა ფლანგიდან არღვევენ მასზე თამაშის წესებს და საბოლოოდ სტანდარტი მოიპოვა რედისონმა ამ მომენტში. ნიკოლოზ დონაძე ბურთით 9 წუთი გავიდა დაახლოებით. მეორე ტაიმის ძირითადი დროიდან შეგახსენებთ 20 წუთიანი ტაიმები არის ტურნირის მიმდინარეობისას. 0 დარტყმა შემოგთავაზა ნიკოლოზ დონაძემ, თუმცა მაინც კიდევ მოარტყა ბურთი, საბოლოოდ აუტი. ვაჟა არჯევანიძემ გაითამაშა ბურთი ნიკოლოზ დონაძეზე. ნიკა სილაგაძე მოედის ცენტრში, ისე უკან მოუწია ბურთის დახევა. ვაჟა არჯევანიძე ისე ბურთით პირველადი პასის გაკეთებას ცდილობდა, არ გავიდა, არ მივიდა ადრესადან. საბოლოოდ ბურთი მაინც არის რედისონი. ჩაიჭრა ეს გადაცემა და აუძე. გადავიდა ბურთი ნიკოლოზ დონაძემ. გააკეთა გადაცემა ვაჟა არჯევანიძეზე. აქ 2-1 არიან შეტევაში გასტრონომის მოთამაშეები და ვერ შეიმაგრა წონასწორობა აქ გასტრონომის 8 ნომერმა საბოლოოდ ბურთს ვერ დაეწია. ბურთით რედისონი გრძელი გადაცემა ნიკოლოზ სილაგაძის მხრიდან ნიკოლოზ დონაძეზე. მოიგერია გასტრონომის კაპიტანმა ეს შეტევა თავი და საბოლოოდ აუტი. თუმცაც მოწვის კვლავ ნიკოლოზ დონაძემ გადაცემა დემე მიქავაზე. კარგი გადაცემა, კარგი გათამაშება აქ, კარგად გაითამაშეს რედისონის მოთამაშეებმა ბურთი, მაგრამ ვერ აესრულეს წადილი. საბოლოოდ ცუდი დარტყმა და დარტყმა კარიდან.
კარგი გადაცემა მარცხენა ფლანგზე, თუმცა შემდეგ არაზუსტი გადაცემა გააკეთა. გასტრომის ერთმა მოთამაშეს საბოლოოდ ბურთი დაიკარგა, ისევ ვაჟა არჯავანიძე ბურთი გრძელი გადაცემა ჩაიფიქრა, მოხდა გასტრომის 10 ნომერს და აუტი ყვა პოზიციაში იმყოფება რედისონი. ძალიან მცირედით გაწვიმდა მოედანზე. მედია ეს ფაქტორი არ შეუშლის ხელს. როგორც ერთ ისე მეორე გუნდის მოთამაშეებს აქ მოდის ცენტრში. გასტრომის ბურთი 6 ნომერი დარტყმა! ძალიან ძლიერად გადაგზავნა ეხა. მოწინააღმდეგის კარში ბურთი რედისონ გასტრომის ერთმა მოთამაშე ფიხემ შუა გაუძრა ნიკოლოზ მამუჩაშვილის ბურთი და გარეშე ხდება 2-2. გატანილი გოლის ავტორი ნიკოლ იორდანაშვილი დაიძაბა სიტუაცია რა თქმა უნდა და გახურდება ეხა თამაში. საინტერესოა ეს ყველაფერი და შეხვედრის თავარ დროის დასრულებამდე არის ციტად დროს დასრულებამდე არის დარჩენილი დაახლოებით 8 წუთი ნახევარი ვნახოთ რას მოიფიქრებენ გუნდები. ნუ 2-2-ზე ამაგარიშზე ალბათ არ ჩამოართმევ ხელს ერთმანეთს ნახოთ ვინ გავაწინ ვინ დარჩება უკან ან შეინარჩუნებთ თუ არა ისინი თამარ პოზიციებს ამ შეხვედრაში ჩაიჭრა ეს გადაცემა მაგრამ არ მივიდა საბოლოოდ გადაცემა 7 ნომრამდე ვაშა სეფიაშვილი გამოდის მოედნიდან და შედის გასტრონომის 9 ნომერი კერძო დავით ასლანიშვილი მოედანზე ნახოთ ახალი ძალები რა შედეგს მოუტანს გასტრონომის გუნდს. კარგად თამაშობდა პრესინგზე ახალჩამოსული მოთამაშე. თუმცა ესეც შემდეგ ბურთატომელის ფარგლები გრძელი გადაცემა ვაჟა არჯავანიძე ნიკოლოზ დონაძის აკეთებდა გადაცემას მაგრამ არ გავიდა კარგად გაითამაშეს კედელი გასტრონომის მოთამაშეებმა მაგრამ რა დროს ვერ შეიმაგრა ეხა ბურთი გასტრონომის კაპიტანმა ნიკო იორდანიშვილმა რომელიც არის უკანასკნელი გოლის ამ შეხვედრაში ავტორი გრძელი გადაცემა ნიკოლოზ ზეგაძის მხრიდან არ გადის გრძელი გადაცემა რა თქმა უნდა ძირითად შემთხვევაში აი ისე გრძელი გადაცემა ეს გავიდა ამ მომენტში ფაული დარტყმა და საკმაოდ საფრთხე იყო ეს მომენტი გამოიპარა შემტევი ნიკოლოზ შილაგაძის გრძელი გადაცემა დემე მიქალა უნდა იყოს აქ კარგად დაუგდო ნიკოლოზ დონაძე ბურთით აქ მეკარეზე თავდასხმა რა თქმა უნდა ეს ჯარიმაა და წითელი ბარათი რა თქმა უნდა არ არის როგორც ითხოვენ გასტრონომის გულშემატკივრები მოთამაშეები სადაც არის გოდა სკამიდან მაგრამ ჯარიმა არის დანამდვილებით გასტრონომის შეშეტევაში გადაცემა ჩაიჭრა დემეკავის მხრიდან აუტი ნიკო იორდანაშვილი ბურთით კიდევ ერთი აუტი იქნება ისევ ნიკო იორდანაშვილი მოაწვის ამ აუტს მოდის ცენტრში გადაცემა კარგად იხსნება ნიკო იორდანაშვილი ჯარიმა მაგრამ არ უკეთესება და ხდება ჯარიმა და ყუთელი ბარათი ვის ყუთელი ბარათი ნიკოლოზ შილაგაძეს რედისონის რიგებში და საკმაოდ საფრთხო ჯარიმა რომელსაც შეასრულებს ასტრონომი საკმაოდ ახლოს არის საჯარიმოსთან და გაუმართა ნიკოლოზ შილაგაძეს რომ არ იყო შიგნით ვინაიდან ეს იქნებოდა 11 მეტრიანი და რედისონის 13 ნომერი შემოდის მოედანზე. ნახოთ, ძალიან კარგად გაითამაშეს ეს ბურთი და რა ხდება ნიკოლოზ შილაგაძე. გმირი არის ამ მომენტში ნიკოლოზ შილაგაძე. ბრავო, კარგი თამაშეს და აქ უკვე ძალიან სახიფათო მომენტი. დაშავებულია როგორც ერთი გუნდის და მეორე გუნდის მოთამაშე. ძალიან ძიმე მდგომარეობაში არის ორივე მოთამაშე და გასაყინი სამეცნიერო დახმარება საჭიროებს ორივე მოთამაშე. მედია სერიოზული არ იქნება არაფერი. გაიწევა ეს მომენტი. როგორც ჩანს და იმედია რომ სერიოზული არაფერია და დაუბრუნდება ორი მოთამაშე არასაერთოდ კოჭკობით გადის გასტრონომის კაპიტანი მოედნიდან ნიკო იორდანაშვილი.
რომელმაც სწორედ უკანასკნელი გოლი, რომელიც გავიდა ამ შეხვედრაში, მან გაიტანა და იმედია გააგრძელებს იგი თამაშს. ედისონის ხუთეული არ შეწყვია, როგორც ჩანს, უფრო მეტად დაზარავდა. ასრომის მოთამაშე ნახოთ სტანდარტნა რას მოიფიქრებენ. 9 ნომერმა პირდაპირ დაარტყა, მაგრამ აისყდა ბურთი ვაჟა არჯევანიცისგან და საბოლოოდ აუტი. კარგი არის პრესინგზე რედისონი დარტყმა და დემი მიქავას ისევ არ მისის დარტყმული. აუტი მოაწმეს ნიკოლოზ სილაგაძე, ნიკოლოზ მამჩევს გადაცემა საბოლოოდ მოუწია მოიგერიებინა ნიკოლოზ სილაგაძეს ეს დარტყმული და გასტრონომის მეკარე პოზიციით. ცელი გადაცემა თქვენ, მაგრამ არჯევანიძეს მოხდა ბურთი საბოლოოდ აუტი. გასტრონომის მხრიდან ცვლილება ისევ გასტრონომის შემადგენლობაში ტერმინომერი შედის მოედანზე 30 ნომრის ნაცვლად ძალიან აროზეთი გადაცემა თუ დატოვა მოდის ფარგლები და დატოვა როგორც ჩანს რედისონი დაეუფლება ბურთს. დასრულებისკენ მიდის შეხვედრა დაახლოებით 3 წუთი ძირითად დროის დასრულებამდე და ალბათ დაამატებს რამდენი წუთი ვინაიდან ტრავმების გამო გაიწელა ეს მომენტი ისევ გრძელი გადაცემა. რედისონის 13 ნომერი არაზუსტი არის ამ მომენტში. არ გავიდა გადაცემა არჯევანიძეზე საბოლოოდ გასტრონომის მეკარე გრძელი გადაცემა საფასხოდ, მაგრამ საფასხოდ ესეც არასწორი არის და ისევ რედისონის 13 ნომერი ბურთით სახლახანს დაბრუნდა ძალიან ძიმე ტრავმისგან. მოიშუშა იარები და კარგია რომ ამ მომენტში სერიოზული არ შეემთხვა. სწორედ მასზე გადაცემა დარტყმა აჭრილ დარტყმას ასრულებდა რედისონის 13 ნომერი საბოლოოდ მოხდა გასტრონომის ერთ-ერთ მოთამაშეს და აუტი. აუტი რომელსაც მოაწვის თავად რედისონის 13 ნომერი. ვაჟა არჯევანიძე ბურთით ბოლოს დონაძე დარტყმა და აესყიდა ბურთი რედისონის დარტყმის შემდეგ გასტრონომის ერთ-ერთ მოთამაშიდან საბოლოოდ აუტი. კარგი იყო მომენტში რედისონის 21 ნომერი, მაგრამ საფასოდ კარგი იყო მოწინააღმდეგეც დაცვაში. ისევ რედისონის 13 ნომერი ძალიან ცუდი დარტყმა. რთული არა რა თქმა უნდა ამ ტრავმის შემდეგ მუხლის ტრავმა ჰქონდა და რთული არის რა თქმა უნდა ესეთი დიდხნიანი პაუზის შემდეგ თამაში უნდა ყო დაბრუნება. იმედია თავის ეთნოში ფორმას აღიდგენს აქ როგორც ჩანს ორთაბრძოლაში ეს ხით იყო თამაში, მაგრამ თავარმა არბიტრმა დააფიქსირა თამაშის წესების დარღვევა. რა თქმა უნდა დაიძაბა სიტუაცია, ვინაიდან თამაშის ბოლო წუთები არის და ესეც დარღვევებს რა თქმა უნდა ემოციური ფონიც უფრო იმატებს და ესეთ მომენტებში მით უმეტეს მაშინ როდესაც ანგარიში საყაიმოა, მოგეხსენებათ 2-2 არის ანგარიში და დაახლოებით 2 წუთი ძირითადად დროის ამოწურვამდე. 1-2 წუთს ალბათ თავარი არბიტრი დაამატებს. შეგვიძლია კიდევ ამ დაძაბულ ორთაბრძოლას უკვე დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში საკაცე კედელი აღმართა და შეაგდო გასტრონომის 7 ნომერმა და ეს ნახეთ გიორგი გელაშვილი და 3-2 ხდება ანგარიში წინ გადის შეხვედრის დაახლოებით ბოლო წუთებზე გასტრონომი ეგრეთ წოდებული კამბექი 2-1 აგებდა გუნდი არ დანებდა მიხედვით იმისა რომ თავიდან იგებდა შეხვედრა ეს გასტრონომის შეხვედრაში კიდევ ერთი დარტყმა ნიკოლოზ მამუჩაშვილი მოიგერია ბურთი ვაჟა არჯევანიძე მოდის ცენტრში გადაცემა დემიკავას ვნახოთ რა ზიზავს ეს არის ნომერი კარგი არის დაცვაში გასტრონომის 27 ნომერი და საბოლოოდ აუტი დაახლოებით 2 წუთი რჩება მოედნის თამაშის დასრულებამდე ძალიან კარგი თამაში გამოვიდა საბოლოო ჯამში და გამოდის ჯერჯერობით არ დასრულებულა შეხვედრა დემიკავა ნახოთ რაღაც უნდა მოიფიქროს რედისონმა ისინი ამ შეხვედრაში ყველა ამ მიოდენო თალყურ ამ შეტევას დაარტყმა შავი მაგრამ არაზუსტი არის ისინი ამ შეხვედრაში საუბარი აქვს რედისონის მოთამაშეებზე ითვლებოდნენ რა თქმა უნდა უპირობო ლიდერებად ვინაიდან მათ აქვთ უფრო მეტი გამოსცემება აღნიშნულ ტურნირზე და მათგან
აბსოლუტურად ყველა ვისაც კი აქვს შეხება, ვინც ადვენებს თალყობს ამ ტურნირს, ელოდა რომ ისინი იქნებოდნენ უპირობო ფავორიტები, მაგრამ ხდება ყველაფერი ისეთ სპორტის სახეობაში, როგორც არის ფეხბურთი, ისეთ სამი ნომერი. ძალიან საერთოდ ითამაშა და ცვაში ბოლომცველი იყო იგი და დაიკარგა ბურთი. საბოლოოდ გასრომის მოთამაშეები ბურთით გაითამაშეს აუტიდან, კარგი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ დატოვა ბოლის ფარგლები ბურთმა. დემე მიქავა მოდის ცენტრში. მარცხნაზე აქვს მას ბურთი ნიკოლოზ დონაძე, კარგი გადაცემა ვაჟა არჯევანიძეზე. აღდრაისავს ეს 8 ნომერი დატყმა და არაზუსტია ეს დატყმული არ წყავს ბედი დღეს. ნუ ყოველ შემთხვევაში ბოლო წუთებში გრედისონს ახლა შემოსული 3 ნომერი არის. გასტრომის მხრიდან ბურთით ვაჟა არჯევანიძე გადაცემა იყო ჩაფიქრებული აქ მიქავაზე არ გადის. ახლა უკვე თვითონ გასტრომი არის შეტევაში. ისინი არიან ბურთით კარგი გადაცემა და 27 ნომერიც ახლა უკან იყო ბურთის ტრაექტორიასთან. შესაბამისად ვერ მიუსწრო მან ბურთს ნიკოლოზ სილაგაძე ბურთით. ძელი გადაცემა და ეს ჯარიმა იყო კი. იყო ჯარიმა რა თქმა უნდა, ვინმე ვარდნაში და არღია. თამაშის წესები. მოახერხა წამოდგა ნიკოლოზ სილაგაძემ, ნახოთ. უკანასკნელი შანსები, უკანასკნელი თუ არა ალბათ ერთ-ერთი ბოლო შეტევა რეცოლის მხრიდან დემიქავა. ვერ მიიღო მან კარგად ბურთი, მაგრამ კარგი გადაცემა, კარგი იყო ნიკოლოზ სილაგაძეზე და 20 წამი რჩება შეხვედრის დასრულებამდე. ნახოთ, გაყავს დრო, რაც არ გაყავს და საერთოდ საინტერესოა შემოვიდა თუ არა ბურთი თამაში ნიკოლოზ სილაგაძე სწრაფად მოაწოდოს მან ბურთი. უკნიდან ნახოთ რა ზავს რედსონის 13 ნომერი ნიკოლოზ სილაგაძე მარტო არის გრძელი გადაცემა. ნიკოლოზ დონაძე ვერ მიიღო ბურთი და უცედა აქვს ბურთი. გასტრონის 4 ნომერს უფარავს არიას ვერ ჩააწოდოს აუტი. ნიკოლოზ დონაძე მოაწოდა აუტი ვაჟა არჯევანიძე დარტყმა კარის მმართველობით, თუმცა კარის გარედან ხდება. ბადეს და კუთხური ინიშნება როგორც შანს. ჩელენჯს ითხოვენ გასტრონის მოთამაშეები აქ. ანუ არც რთული სათქმელი არა რა თქმა უნდა იყო თუ არა შეხება ამ მომენტში. ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები დინამიკაში. ვაჟა არჯევანიძე ალბათ თვალყურსვადენებთ შეხვედრის ბოლო შეტევას. ნახოთ კუთხურიდან რას მოიფიქრებს რედისონი. გადაცემა არ გადის ნიკოლოზ სილაგაძეზე. გადაცემა და დასრულდა შეხვედრა, დასრულდა ძალიან დაძაბული შეხვედრა. და ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში მოიგო ტურნირის დებიუტანტმა გასტრონომმა ეს შეხვედრა. ტურნირის ერთ-ერთ გამოცდილ გუნდთან რედისონთან ფეხბურთში რა თქმა უნდა ყველაფერი ხდება და მცირე სასწაულიც ალბათ შეგვიძლია დავარქვათ. ამ მოვლენას მივლოცოთ წარმატებული დებიუტი გასტრონომის გუნდს და რედისონს უსურვოთ უკეთესი გამოსვლა შემდეგ შეხვედრებში.